თავისუფლება ნიკა მელიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრებული თავმჯდომარის მხარდამჭერი მსვლელობა ცოტა ხნის წინ სწორედ რუსთავის ციხესთან დასრულდა. იქ, სადაც მელია მესამე თვეა პატიმრობაში იმყოფება. სწორედ მელიას გათავისუფლებას ასახელებს იმ ერთადერთ პირობად, რომლის შესრულების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელს მოაწერს შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას. ნიკა მელიას გათავისუფლება ამ შეთანხმების ორგანული ნაწილია, თუმცა როდის დატოვებს ციხეს დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერი, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. ნათია ტრაპაიძე გვერდება ახლა შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში. ნათია, რა ხდება ამ წუთებში რუსთავის ციხესთან? ვიმყოფებით რუსთავის ციხის გვერდითა მხრიდან, იქ საიდანაც გამოდის სწორედ იმ საკნის სარკმელი, სადაც უკვე 3 თვეა თითქმის ნიკა მელია იმყოფება. აქ მოსულ ადამიანებს, აქ არიან პარტიის ლიდერების და ასევე მხარდამჭერების, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჰქონდათ საშუალება, რომ რამდენიმე წამიანი კონტაქტი ჰქონოდათ საკან ნომერ 224-თან, სადაც იმყოფება ნიკა მელია. და ეხლა თქვენ არ ვიცით, ალბათ არ ჩანს კარგად, მაგრამ ეს არის ფეიერვერკი, რომელიც აქ მყოფ ადამიანებმა გაუშვეს და ესეც არის ერთ-ერთი გამოხატულება იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ისინი უცხადებენ ნაციონალური მოძრაობის დაკავებულ თავმჯდომარეს. არ ივაჭრო ნიკათი, ეს არის მთავარი დევიზი დღევანდელი აქციის და აქ მყოფი ადამიანები ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც თავს ოპოზიციონერებად თვლიან, მოუწოდებენ, რომ შეასრულონ ის თხოვნა, რომელიც ნიკა მელიას აქვს მათ მიმართ და არ შევიდნენ პოლიტიკურ ვაჭრობაში ხელისუფლებასთან ნიკა მელიას თავისუფლების საანსოდ. ზალ უდუმაშვილი იმყოფება, აქ შეგვიძლია გავესაუბროთ. ზალ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნიკასაც ჰქონდა მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა გამხდარიყო მისი თავისუფლება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, ერთგვარად მაინც ისევ მიმდინარეობს ეს ვაჭრობა. რა არის თქვენი პოზიცია და დღევანდელი აქცია რა ასევს ახლა? უბრალოდ ხოლმე დღეს ჩვენ აქ ჩამოვედით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოუცხადოთ ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა ჩვენს მეგობარს და ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს. მე ვფიქრობ, რომ არ იყო ეს დღეები იოლი ნიკასთვის, როდესაც საპატიმრო საკნედან უყურებ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და ის არის მთავარი ფიგურანტი ამ პოლიტიკური პროცესების. პარტიების გარკვეულ ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, ეს მათი არჩევანი არის. მაგრამ არ უნდა გახდეს ნიკა მელიას სახელი სავაჭრო ქართულ ოცნებასთან, ეს არის მთავარი. ნიკამ ძალიან მკაფიოდ თქვა და ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოლიციას, რომ გირაო არ იქნება გადახდილი, არც მის მიერ და არც სხვა ვინმეს მიერ ეს გირაო. რაც შეეხება ამინისტიის თემას, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, ვიდრე შეთანხმებას მოაწერდნენ ხელს პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეს იყო ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერი და საჭიროებდა მეტ კონკრეტიკას და სწორედ ამის წინაშე დადგნენ ახლა ის პარტიები, ვინც ხელს გააფორმეს ეს შეთანხმება, რომ შესაძლოა ახლა ამ ამინისტიაში მოხდნენ ის მოძალადეები, რომლებიც ძალადობდნენ ჩვენს თანამოქალაქეებზე 20 ივნისის ღამეს, რაც ასევე იქნება მიუღებელი და ახლა ალბათ უკვე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ იმ პარტიებს, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, რომ თუ მიიღება ამინისტიის კანონი, ეს ისეთი კანონი იყოს, რომ მისაღები იყოს საზოგადოებისთვისაც. მადლობა, ეს იყო ზალ უდუმაშვილი, მამუკა გუგეშაშვილი, ერთ-ერთი ორგანიზატორი დღევანდელი აქციის. ბატონ მამუკა, რა არის თქვენი გზავნილი ნიკა მელიასთვის დღეს აი ამ აქციაში? დღევანდელი მიზანი და აქციის იყო, რომ ნივაჭრებთ ნიკათი, ეს არის აქციის სახელწოდება. ყველა ოპოზიციური პარტიის იმ ლიდერებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს, უბრალოდ გული დაწყდა გუშინ ნიკას და ყველა ჩვენთანაც, რომ ელემენტარულად, როდესაც მოლაპარაკება მიდიოდა, ნიკას ნაბის არ დაადა მათ გარეშე. ყველა წინადადებას და მძიმე და წეტისაც კი უთანხმდება და ესეთი რამე როცა ხდება, იქ არ არის მნიშვნელოვანი მოაწერ ხელს არ მოაწერ. თავარია, რომ უნდა შეთანხმებული ყოფილიყო ნიკასთან, მერე ყველას თავის გზა და მოაწერენ. ამიტომ ნიკა ცოტა მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით გულდაწყვეტილი იქნება, გულდაწყვეტილი ვართ ყველა ჩვენთაგანი და ჩვენი ამოცანაა, რომ ნოივაჭრებთ ნიკათი. ჩვენ უნდა დაუდგეთ ხალხს და ხალხის ბედნიერებასთან ვიზრუნოთ და არა ვიღაცის სკამებისთვინ და რაღაც მერე რა რომ უცხოელები იმას ელემენტარული წერილის მიწერას არ ედგა. თორე ახლა ელისაშვილი რომ ნიკას არაფერს მიწევდა, ყველა მეცის და იმ გირჩის სამეული, მაგრამ ვიღაცები მათ შორის სალომე სამადაშვილიც ვალდებული იყო, რომ თავისი პარტიის ლიდერს ელემენტარულად მიეწერა და მერე მოეწერა ხელი. პრობლემა კი არ არის. თავარი მაგათ რა ვერ გაიგეს ეს ოპოზიციის ლიდერებმა სხვადასხვა პარტიის, რომ აქ არის უყურადღებობა, რომელიც იყო ნიკას მიმართ და ეს უყურადღებობა ჩვენ კიდე სოლიდარული
სოლიდარობას უცხადებთ ნიკას და ნიკას გვერდზე ვიდგებით მანამდე სანამდე ნიკა არ გამოვა და მას მერეც სანამ საქართველოს არ გათავისუფლდება ამ რეჟიმისგან. დიდი მადლობა. აქვე არის ლევან ხაბაიშვილი. ლევან, რა პროცესები მიმდინარეობს ახლა ნიკა მელია გუშინ ყველა მოვისმინეთ რომ ერთგვარად არის გულდაწყვეტილი იმ შეთანხმებით რომელიც შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის ევროპელი დიპლომატების ფასილიტაციით. მოდი პირდაპირ თქვა და საზოგადოებას უთხრათ რომ ის რაც დაიდო ხელშეკრულება ანუ მაგიდაზე ოცნებისთვის კარგი არ არის. ვადამდელ არჩევნებს არც უშვებდნენ ანუ დაშვება არის პოლიტიკური დევნაზე პირდაპირ წერია სასამართლოს პრობლემებზე წერია ანუ ეს ოცნებისთვის კარგი არ არის მაგრამ ამასობაში არის მეორე საკითხიც ეს დოკუმენტი რომ დაიდო ამაში ლომის წვლილი აქვს ნიკა მელიას ხო და ამ დროს ეს ადამიანი გირაოს რომ არ იხდის ვიცით ამნისტიით სადაც ჯალათები უნდა შეიწყონ ეს ვერც მორალური და ვერც პოლიტიკური კომპრომისი ვერ იქნება ამიტომ გულდასაწყვეტია ის კოლეგიალურად რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს ისე რომ ნიკა მელია ისევ ციხეშია და არავინ არ იცის როგორ გამოვა მათ ეს არ იციან ამბობენ რომ რაღაცა გირაოს არ იხდის ეს ადამიანი გავრილობის ხარს არ ნიკამ თქვა რომ არ გადაიხდის მოდი პირდაპირ თქვა რა ჩემი კოლეგები უხერხულში ჩავარდებიან მას შემდეგ რაც ყოველგვარი დათქმების და პირობების გარეშე გამოვა ნიკა მელია მას შემდეგ რაც ეს ადამიანი გამოვა მე ყველა შეეძლო ამაზე პირობითად ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ეს იქნებოდა ნორმალური და სწორი პირობითად ვიღაცა იფიქრებდა რომ არ მოვაწერ ვიღაცა იფიქრებდა რომ მოვაწერ მაგრამ იმ პირობებში როცა მელია არის ტყვედ ამასობაში ხელს აწერ დოკუმენტს ისე რომ არ იცი მელია როგორ გამოვა და პლუს ამას დადიხარ წვეულებებზე და ალაფურშეთებზე არ მგონია პოლიტიკურად და მორალურად სწორი ასევე ხაზგასმით თქვა მელიამ გირაოს არ გადავიხდით და მეორე ამნისტიის შესახებ კანონზე პასუხისმგებლობას თუ ვინმე იღებს აიღოს იმ ხალხმა ვინც ხელი მოაწერა რატომ იმიტომ რომ უკაცრავად მაგრამ სხვის თვალს აი მაკო გომბურის და სხვა ახალგაზრდების თვალს მე და ჩემი კოლეგები ვერავის ვერ ვაჩუქებ ამ დათმობაზე ვერც პოლიტიკურად ვერც მორალურად ვერ წავალ და თვითონ ვფიქრობენ რომ ეს არის გამოსავალი პასუხისმგებლობას მათ შორის მომავალი თაობების წინაშე აიღონ ამ ადამიანებმა პოლიტიკური და მორალური ნიკა მელია აუცილებლად იქნება თავისუფალი და თქვენი ეთერით მინდა მოვიკითხო და გამხნევდი ნიკა ყველაფერი მაგრად იქნება მადლობა ეს იყო ლევან ხაბაიშვილი და როგორც თქვენ მოისმინეთ ამ აქციის ძირითადი მიზანი არის ის რომ ხარდაჭერა გამოუცხადონ ნიკა მელიას რომელიც იმყოფება სწორედ ამ საჯელახსულების დაწესებულებაში როგორც უკვე გითხარით პოლიტიკოსებთან ერთად აქ იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ის ადამიანები რომლებიც თუნდაც 20 ივნისის ღამეს იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დიმიტრი ბიძინაშვილი შენ რას ფიქრობთ ან რა პერსპექტივაა თქვენთვის ახლა უკვე ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და თქვენი პოზიცია როგორია ერთ-ერთ პუნქტთან რომ უნდა მოხდეს საყოველთაო ამინისტია 20 ივნისის საქმეში პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ნიკა მელიას რადგან ის აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ მცირეთაგან პოლიტიკოსებიდან ვინც დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია რომ არ შეიძლება მისი თავისუფლებით ვაჭრობა და ამავდროულად არ შეიძლება იმ ადამიანების შეწყალებით გამოსვლა რომელი ადამიანებიც 20 ივნისს ახალგაზრდებს არბევდნენ და თხრიდნენ თვალებს და სწორედ ეს არის ჩემი აქ მოსვლის მიზეზი რომ მისი განცხადება არის ჩემთვის მისაღები დასაფასებელი მაშინ როდესაც ის არ არის თავისუფლებაზე და მის თავისუფლებას ემუქრება საფრთხე და ზოგადად 20 ივნისზე ამნისტია და იმ ადამიანების შეწყალება ვინც ამას ჩადიოდა ვინც გავრილობის ღამე მოაწყო ვინც ახალგაზრდებს ესროლა თვალები დათხარა არის ჩემთვის მიუღებელი და მოუწოდებ ყველა პოლიტიკოსს ნუ ივაჭრებენ ყველაფერზე ნუ სწავლენ ყველაფერზე ნუ მოაწერენ ყველაფერს ხელს იმის გამო რომ შევიდნენ პარლამენტში და მათი კეთილდღეობა მოიწყონ არ შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი 20 ივნისი როგორიც არის გახდეს ჩვეულებრივი გაუფასურებული და ამას არც ერთ პატივი, არც ერთ იმ ადამიანებს პატივი, ვინც იქ იდგა, ვინც გავრილოვი გააგდო, ვინც დაიცვა საქართველოს ინტერესები, საქართველოს სუვერენიტეტი და არ მიაყენა შეურაცხყოფა არც ერთ ქართველს და თავის თავზე აიღო ის დარტყმა, რომელიც ხელისუფლებამ მოგვაყენა
და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნიკამელიას ამისთვის, ამ პოზიციისთვის და თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ აქტივისტს, ვინც აი ამ ყველაფერს იცავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველა პოლიტიკოსს. ნუ მოაწერენ ხელს გავრილოვის ღამეს და ნუ გაიზიარებენ პასუხისმგებლობას 20 ივნისის მოვლენებზე ქართულ ოცნებასთან ერთად. მადლობა, დიდი მადლობა, ეს იყო დიმიტრი ბიძინაშვილი და თქვენ გზის მეორე მხარეს ხედავთ, რომ აქ არიან სტაფილოს პერფორმებში გამოწყობილი ფოქსები, ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლებიც ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც დღეს ჩამოვიდნენ რუსთავის ციხესთან და ესენი იყვნენ ადამიანები, ვისაც პირველი კონტაქტი ჰქონდა დღეს საკან 224-თან. თქვენთვის რა არის მთავარი გზავნილი ნიკასთვის დღეს? რა გინდათ რომ გააგებინოთ? როგორც დგას, როგორ მყარადაც არის, ზუსტად ასე უნდა გააგრძელოს. ჩვენთვის ნიკას გადაწყვეტილება არის 100%-ით მართალი, იმიტომ რომ ნიკამელია არის მართალი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე ესე პრინციპულად და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, მათ შორის ის პოლიტიკოსები, რომლებიც თითქოს ცდილობენ, რომ ნიკას სახელით რაღაცა სპეკულაციები გააკეთონ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ნიკა არის ამ ბრძოლაში მართალი და ჩვენთვის, ისევე როგორც ნიკასთვის, მიუღებელია, როგორც გირაო, ასევე რაღაც თითქოს მოწყალების მიღება. ამიტომ გვინდა რომ იყოს მხნედ და იცოდეს, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ. დიდი მადლობა და ბაჩო დოლიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ნიკას კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ ის არ გადაიხდის გირაოს და არ შევა პოლიტიკურ ვაჭრობაში ხელისუფლებასთან. რა პერსპექტივას ხედავთ თქვენ იმისა, რომ ის დატოვებს საპატიოს? პირველ რიგში მოვიკითხავ, ხნედ მინდა რომ იყოს, იმიტომ რომ მართლაც ის გამარჯვება, რომლისკენ ჩვენ მივდივართ, ძალიან ახლოს არის და სულ ცოტაა დარჩენილი და მაგიტომაც არის ის გავეშებული ზეწოლა, რომელიც ეხლა ხდება. ნიკამელია საპატიმროშიც კი საშიშია მათთვის, რომ ყველანაირად ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდეს ნიკამელიასი და ეხლა ცდილობენ რის ხარჯზე. რომ 20 ივნის ის ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდა ბავშვებს სახეში უმიზნებდნენ, მათი განთავისუფლება, მათი შეწყალება და ნიკას განთავისუფლებას დაუსვან ტოლობა. ეს ვერ მოხდება, ხალხო, ვერ ეღირსებით, გამორიცხული ამბავია. ჩვენ ვართ პრინციპულები, ჩვენ წარმოვადგინეთ აბსოლუტურად კონსტრუქციული პოზიცია, თუ რა შემთხვევაში ვიყავით მზად, თუნდაც ჩვენი ხელმოწერა ყოფილიყო იმ დოკუმენტზე. ეს უნდა ყოფილიყო ნიკამელიას უპირობო გამოშვება, ოღონდ ყველანაირი გირაოს და სხვა შეურაცხყოფელი წინაპირობების გარეშე. ეს ძალიან კონკრეტული და კონსტრუქციული გზავნილი იყო ჩვენი მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვიღებთ ისევ კამპანიას, სადაც მცდელობაა დისკრედიტაცია მოახდინონ ნიკამელიას, ვერ ეღირსებიან, გამორიცხულია. ზის ხო აქა, ხო გააგრძელებს იმ ჯდომას, მაგრამ აბსოლუტურად მართალ ბრძოლაშია შესული და ვერანაირი პოზიციონირება ეხლა როგორც არ უნდა შეტრიალდნენ და შემოტრიალდნენ ზოგიერთი არ მინდა ეხლა დავასახელოთ ის ჯგუფები და პარტიები, რომლებიც ჩვენთან ამ შემთხვევაში რაღაც კოორდინირებაში იყვნენ, მე ვფიქრობ მართლაც ცოტა უხერხულ მდგომარეობაში იქნებიან, მე ნამდვილად არ ვისურვებდი მათ ადგილას ვიყო ეხლა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ბრძოლა გრძელდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი თარიღი 15 მაისი, ჩვენ გვაქვს ჩვენს ამომრჩევლებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან, ზოგადად იმ ხალხთან, ვინც ნიკამელიას ამ შემთხვევაში და ზოგადად ვინც უყურებს, რომ ამ ქვეყანაში მოვლენები ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ხო, ის ცხოვრება არ არის, როგორც უნდა იყოს, ხო, სიღატაკაა, გაჭირვება და ამ ყველაფერს ჭირდება მოგვარება. ეს არ არის ის გზა, რომელიც მოაგვარეს იმ პრობლემას, რომელიც შემოგთავაზეს. ეს ცალსახაა. დიდი მადლობა. ეს იყო ბაჩო დოლიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. აი ასეთია ვითარება ამ დროისთვის რუსთავის ციხესთან. სულ რამდენიმე წუთი დარჩებიან ალბათ კიდევ აქციის მონაწილეები ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე და ამის შემდეგ აქ უკვე დაანონსეს, რომ აქცია გადაინაცვლებს გენერალურ პროკურატურასთან, რადგან აქ მყოფი ადამიანების შეფასებით სწორედ ეს არის უწყება, რომელიც ახლა ცდილობს, რომ პოლიტიკური ვაჭრობა გამართოს ნიკამელიას თავისუფლებით და სწორედ ეს არის უწყება რეალურად, რომელსაც შეუძლია მოაგვაროს ეს პრობლემა და ერთი შუამდგომლობით ნიკამელია გაათავისუფლოს პატიმრობიდან.